რას გვეტყვით ირაკლი დგებუაძეზე, რომლის მიმართაც არაერთი ბრალდება გაისმა, დაკავებულები მიუთითებენ იმაზე, რომ ის ცინიკური დამოკიდებულებით ექცეოდა ყველა მათგანს, მათ შორის ღირსების შემლახველი დამოკიდებულება, გინება, შეფურთხება სახეში. თქვენ რა შეგიძლიათ ამ ბრალდებებზე თქვათ? ბრალდებებზე მე რა უნდა ვთქვათ, ბრალდებებზე უნდა ვიმართოთ თვითონ ბრალდებების ადრესატს. ახლა მე რა გითხრათ, რაიმე რომ დავადასტურო ან უარყო, რამდენად სერიოზული ვიქნები, მე ვთქვათ, კარგი და გითხარით ან ერთი ან მეორე. არ მგონია რომ სერიოზული იყოს ჩემი განცხადება, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ხდება იქ, სადაც თქვენ საუბრობთ, სადაც მე არ ვარ და ის, რასაც მე არ ვხედავ ჩემი თვალით და არ აღვიქვამს. ადამიანები საუბრობენ უფლებების შეზღუდვაზე და ამ ხრივ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო არ თulis თავს ვალდებულად რომ მოისმინოს სისტემა ქვეყანაში და შესაძლებელია რომ და ალბათ მიმართულიც არის და ამასთან დაკავშირებით წარმოებაც იქნება დაწყებული, ეს უნდა გადაამოწმოთ შესაბამის ორგანოებში, მე ვერ გეტყვით სამწუხაროდ. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ირაკლი დგებუაძის საქმიანობაზე? მე არაფერი არ შემიძლია, ნაკლებად ვიცნობ მე ზოგადად ამ სისტემას, მე ვიცი რომ ის არის კარგი და ეფექტური პოლიციელი, მეტი არაფერი არ შემიძლია გითხრათ. სად წავიდა ირაკლი დგებუაძე მას შემდეგ, რაც ეს ინციდენტები მოხდა, აღარ ჩანს უკვე ქუჩაში? მათ კოლეგებთან, მათ ხელმძღვანელობასთან შენ ჩემზე მეტი შეხვედრა გაქვს, შეგიძლიათ კითხოს. ნამდვილად არ ვიცი, დრო ვიცოდე გეტყვით. მე ვიცი რომ ის მუშაობს და აგზელებს თავის უფლებოსილების შესრულებას. მე ასე ვიცი. ის ყველა საპროტესტო განსხვავებული არ გამიგია, ვიცი რომ დანიშნულია, როგორც კი გავიგებ რომ ის აღარ მუშაობს, გეტყვით რომ თურმე აღარ მუშაობს. მე როგორც ვიცი მუშაობს ის. ის ყველა საპროტესტო აქციაზე ხელმძღვანელობდა პირადად დაკავებებს და პროცესებს, თუმცა ამ ინციდენტების შემდგომ ის აღარ ჩანს ქუჩაში და რით შეიძლება აიხსნას ეს? არაფერი არ არის, რა არის გასაკვირი, ახლა სადმე წერია რომ ბათუმში დაკავებებს აუცილებლად ირაკლი დგებუაძე უნდა ხელმძღვანელობდესო. გუშინ იყო დგებუაძე, დღეს იქნება სხვა, ზეგ შესაძლებელია ისევ ის იყოს, მას შემდეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით. იქნება და არის კიდეც და თქვენ ვერ ახერხებთ იდენტიფიცირებას, ესეც შესაძლებელია იყოს, ვერ გეტყვით. თან მას შემდეგ დიდი, ვთქვათ, რაღაც ესეთი მასობრივი თავშეყრაც არ ყოფილა, არც რაღაცა განსაკუთრებული ზომების მიღების საჭიროება არ ყოფილა და იქნება იმ პერიმეტრზე, სადაც ეს აქცია მიდის, კიდეც არის, არ ვიცი, ვერ გეტყვით.